საღამშვიდობის სამეგობრებო, 12 წელია, 15 წუთი, 20 წუთი დაახლოებით, მაგრამ მინდა რაღაც საინტერესო თემას შევეხო. ეხლა იყო აი ზუსტად რამდენიმე წუთის წინ ჩემს მეუღლესთან საუბრობდი და რატომღაც არის ესეთი მომენტი ამ ბოლო დროს რა დავაფიქსირე ფრინველებთან დაკავშირებით და აი ამ ფრინველებმა ძალიან საინტერესო ინფორმაციები მომაწოდეს და მინდა რომ მეც თქვენ მოგაწოდოთ ეს ინფორმაციები, ხო? ამიტომ ყველას დაგპატიჟებთ და გადაუზიარეთ მეგობრებს. აი აქ ხედავთ თქვენ ყველა ბაღის ფრინველს. მართალია ჩემი მეუღლე უკვე მე რამდენი წელია ფრინველთა დაცვის ორგანიზაციაში მუშაობს, მაგრამ ფრინველებით მე არ დავკავებულ ვარ საერთოდ. მაგ თემას არ შევხები ვარ და არც ინტერესი გამომიჩენია რომ ფრინველების ეს შინაგანი ცხოვრება თუ შინაგანი სამყარო გამეცნო, თუმცა რატომღაც აი ამ ბოლო 1-2 დღის განმავლობაში ფრინველებმა თვითონ დაიწყეს ჩემთან კომუნიკაცია და ამან ძალიან საინტერესო ესე იგი პორტალები გამიხსნა, პორტალები ცნობიერება, ესე იგი მინდა ეს ცნობიერება, ამ ცნობიერების შესახებ თქვენს გისაუბროთ და მოდი ახლა მე დაგენახებით თქვენ. აი ესე. ხო და რა ხდება ახლა? დღეს მაგალითად მედიტაციაზე ვიჯექი და მედიტირებდი, ვიწექი უფრო სწორად, მედიტირებდი ჩემთვის და YouTube-ზე ამომიგდო ვიდეო ფრინველებზე რა. და ვიფიქრე რომ საინტერესო იყო რაღაც გერმანული ინფორმაცია ძირითადად თორე ქართულს გაგიზიარებდით უკვე დიდი ხანი. მოკლედ საინტერესო იყო არასათაური, უფრო ლეველი იყო საინტერესო, დამაინტერესე დავაკლიკე და მოვისმინე თურმე რამხელა უნარები ქონიათ ფრინველებს. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბაღში ძალიან ბევრი ფრინველია და ძალიან ბევრი სხვადასხვა სახეობის ფრინველია, ასე არ იყო ყოველთვის, თუმცა მამაჩემი კი იყო კომუნიკაციაში ფრინველებთან, თუმცა ამდენი სახის ფრინველი ჩვენს ბაღში არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვცხოვრობდით აქ, ეს სახლი დაკეტილი იყო და ასე შემდეგ და აი ამ 7 წლის განმავლობაში რამდენი წელიც უკვე ჩვენ გადმოვედით ამ ასურეთში, საცხოვრებლად სოფელში, ვაკვირდებოდი ახლა ბუნებას, რა თქმა უნდა, თავისთავად მე ძირითადად მცენარეებს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ იმ სტილით, რომელი სტილითაც ჩვენ ცხოვრობთ, ხო? აი უფრო ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ვაწყობთ, თქვათ, თუნდაც ჩვენს ეზოში ვცდილობთ, რომ არანაირი ის რა ქვია მაგას ქიმიური შესაწამლი არ გამოვიყენოთ, არანაირი ისინი რო იციან ხოლმე საფრთხობელები და ესეთი რაღაცეები. პირიქით რა ტოტებიც ვთქვათ მოვჭერით და დარჩა ისე ბევრი, ერთმანეთზე დავყარეთ და ესე იყო დიდი ხანი რა. და შევამჩნიეთ ესეთი რამე, რომ ამ ტოტებში ესე ჯგუფად მოფრინდებოდნენ ხოლმე ფრინველები, ესეთი ერთგვარი ჰაბიტუსი იყო შექმნილი მათთვის, რომ აი ამ ტოტებში დაცულად გრძნობდნენ თავს ეს ფრინველები და როდესაც ეს ტოტები, აი იმ დღეს გადავიტანე ეს ტოტები და მიუხედავად იმისა, რომ იმ ფრინველები არსად არ იჭდნენ იმ მომენტში, შევამჩნიე ესეთი ხმაური, ჩიტების ხმაური, რაღაცას ჩიოდნენ. ჩიოდნენ, მოკლედ ხმაურობდნენ, ერთმანეთს გადასცემდნენ, რაღაცებს აცნობებდნენ ერთმანეთს. მართალია ჩვენ ახლა ფრინველის ენაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს 7 წლის განმავლობაში აი აქ ვცხოვრობ მე, არ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ამ ჩიტების ესეთი კომუნიკაცია, უცაბედი კომუნიკაცია, აი ახლა რაღაცა ჩვენი სახლი ინგრევა, ჩქარა გადაეცით. ნუ მოკლედ ერთმანეთს გადასცეს ეს ინფორმაციები და ეს ტოტები ახლა რაღაცა ნაწილობრივ ისე ვიყრია, მაგრამ ადგილი შევუცვალე.
შევამჩნიე ესეთი რამე, რომ აღარ ეშინიათ ფრინველებს ჩემი და ხშირად ვხედავ ხოლმე ხანში შოშია მოიცა შოშია კი არა და რა ქვია მაგას? შავი რო არის, ძალიან საყვარელი ხმარო აქვს, თურმე მაგა თავიანთი, ახლა დღეს ვნახე, რომ თავიანთი სიხშირეებს გამოყოფენ თავიანთი სიმღერით. ესე იგი, მოიცა შაშვი, რომელიც თავისი სიმღერით გამოყოფს 1000-დან 8000 ფრეკვენციამდე, ანუ ჰერცის სიხშირემდე. და სხვადასხვა ფრინველებს თავიანთი, რაც უფრო პატარაა ფრინველი, თურმე მით უფრო დიდ სიხშირეს გამოყოფს. სიხშირის რა ქვია? ჰერც ფრეკვენცია, ქართულად გერმანულად რო წავიკითხე, ქართულად ვეღარ გადმოვთარგმნე ახლა უცბად რა. მოკლედ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ხომ, ყველა ფრინველს, ანუ ბაღის ფრინველს თურმე თავისი სიხშირე გააჩნია, ხო? როდესაც ის ბღერის, როდესაც ის კომუნიკაციას ახდენს თავისიანთან, ან ნათესავთან, ან თავის ნათესავ ფრინველთან. როგორც ჩანს, ახლა ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი, რომ ყველა ფრინველი, თურმე, აი ბაღის ფრინველი, ხო? ადრე მაგალითად შაშვებსაც ხედავდი ხოლმე, მახსოვს ესე დადიოდნენ ხოლმე თეთრი გულები რო აქვთ რა, ხშირად ხედავდი და ბებია ჩემი ჩიოდა ხოლმე, რომ იშაშია და მოგპარავს და იმას შეჭამს და ამას შეჭამს და მოკლედ ერთი სიტყვით არ მოსწონთ. ჩემი წინაპრებიდან მახსოვს, რომ არ მოსწონთ, როცა ფრინველი იყო ან ბაღში, ან კიდე სიახლოვეში. თურმე ამას თავისი დანიშნულება აქვს, მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს. თავისი დანიშნულება აქვს ფრინველებს რა. თუ კი ფრინველი, აი ხა რა უნდა შეგიჭამოს ფრინველა იმდენი, რომ ფრინველმა იმდენი რა უნდა შეგიჭამოს, რომ რა გაგაღარიბოს ვერაფერი. პირიქით, ნახე, თავისი დანიშნულებით შეწამლა რატო დაიწყო საერთოდ ადამიანმა რა? რაც უფრო მეტი მწერია, მით უფრო ანადგურებს მოსავალს, ხო? ნახე, თავის დროზე, როდესაც ფრინველს თავისთავად საზრდოს აძლევ, მაგალითად ზამთარში, მაგალითად გაზაფხულზე განსაკუთრებით წყალი უყვარს თურმე. იმიტომ რომ ამ წყალში, სუფთა წყალში თავიანთ ბუმბულს ისუფთავებენ და ეს მათი ხუშტური კი არ არის, მათი აუცილებელი მოთხოვნილებაა თურმე, რომ წყალში გაისუფთავონ ბუმბული, რომ არ ვიცი რა გადარჩნენ. ერთი სიტყვით აი ესენი გაზაფხულზე, როდესაც უკვე მწერები შემოდიან და ძირითადად ავნებენ თუნდაც რამეს დათესილს ბოსტანში, იმის მაგიერ რომ შენ ქიმიკატებით წამლო, უკვე უნდა გქონდეს შექმნილი ისეთი ჰაბიტატი, ანუ ამ ფრინველებისთვის, რომ ამ ფრინველმა თვითონ ეს მწერი მოგაშოროს. იმიტომ ისინი ძირითადად მწერებზე ნადირობენ მაშინ, როდესაც მწერია. შენ არ გართმევენ საჭმელს. შენ უბრალოდ შეიძლება საჭმელი წაგართვან, როდესაც არ არის მწერი, ან როდესაც შიმშილია. და სხვათა შორის ჩვენ ზამთარში სულ ყოველთვის ტოვებთ ხოლმე კარალიოკის ხეზე კარალიოკს, რომ ჩიტები კარალიოკთან მივიდნენ და საკვები ქონდეთ ზამთარში, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ჩიტს უჭირს, ფრინველს უჭირს ზამთარი და დანარჩენი პერიოდი უკვე ყველგან პოულობს. ახლა საქართველოს წყლით არ დაილება და წყალი არ გაუჭირდებათ, მაგრამ თუ კი ეზოში გაქვს წყალი, გამდინარე წყალი, ხო, ეს ძალიან უყვართ თურმე ჩიტებს. გარდა ამისა, თურმე უყვართ ჩიტებს, ესე იგი, აი ის რასაც ვაკეთებთ ჩვენ ბიო კომპოსტი რო გაგვაქვს გარეთ და იქ ყრით და მე მიწა წარმოიქმნება, აქ თავისთავად ძალიან ბევრი მწერი გროვდება. არა ისეთი რომ კალია და ესეთი რამე კი არა, აი მწერი რომელიც მას სჭირდება საკვებად. თავისთავად ეს ჭიაღუა და ჭიაც, რომელიც კომპოსტში არის, ის კომპოსტს ამუშავებს და მოკლედ ძალიან საინტერესო ფენომენია და ფილოსოფია არის, თუ კი შენ მიხვდები, როგორ მუშაობს სამყარო.
აუცილებლად ანუ ნახე მე ვფიქრობ ადამიანი რო იბადება უნდა კონდეს სკოლებში მათემატიკას კი უნდა ასწავლდნენ მაგის დედავატია უნდა ასწავლდნენ ყველას უნდა ასწავლდნენ როგორ მოქმედებს ეს სამყარო რა რაზეა დამოკიდებული რომ აი შენი პატარა საკუთარი ბაღიდან რაც კი გაგაჩნია იქიდან რომ დაიწყო რაღაცა ფლორა და ფაუნის გაუმჯობესება რა თუ ფლორა და ფაუნა ერთმანეთში არ არის ჰარმონიაში ხო როგორ გინდა შენ ჰარმონია აღადგინო შენ სხეულშიც აი წარმოიდგინე რომ რაღაც არის წყობიდან გამოსული ხო თუ იმ ადგილს არ მოუარე როგორ შეიძლება შენ გამოჯამრთელდე წამლებით იკვებოდა კიდე უფრო მეტი ანტიბიოტიკები და კლა არა უნდა გამოაჯამრთელო ის დაზიანებული ადგილი ხო ასევე არის ახლა ჩვენ მაგალითად სადაც უნდა გაიხედო ხო ჩიტები და ეს ვფიქრობთ მე ესე გავიჭარდე რომ რა დროს ჩიტებია კაცო ესროლე მოკალი კისტის თოფი გვიყიდეს ჩვენ რომ ჩიტებისთვის გვესროლა და მოგვეკლა აბა აი ეგეთი შეგნება იყო ახლა იქ საფრთხობელად დააყენე რომ ჩიტი არ მოვიდეს და კაჭკაჭი არ მოვიდეს იქ ის გავიხედავ და მეზობელი ჩიტებს ესვრის მოკლედ რა უნდა გააგებინო ადამიანს თუ არა აუხსნი როგორი მნიშვნელოვანი არის ფრინველი და თუ ფრინველები დავკარგეთ ჩვენ წარმოიდგინეთ რომ ესეთი რომელი იყო ერთ-ერთმა ძალიან გამოჩენილმა მონღოლმა თუ ჩინელმა აუ ვიზე იყო ნათქვამი ახლა გამახსენდება მე მგონი მაო ძედუნზე აი ვიღაცაზე ერთ-ერთი მმართველზე რომელმაც ესე იგი ფრინველები გვიჭამენო ჩვენ საჭმელსო და მთელი ბეღურები გააწყვეტინა ესე იგი როგორ ქონდა ჩვენ როგორც ფაროსან არის ასანთის კოლოფებით რო იბარებდნენ კახეთში აი ესე თუ კი ვინმე ბეღურებს მიუტანდა საფასურს აძლევდნენ რა ერთი პერიოდი და აღმოჩნდა რომ იმდენად გამრავლდა ჭიაღუა ისა მწერი რომელიც ამ მოსავალს აზიანებდი რომ 1/10 მაგად მინუსში გადაიზარდა მათი მოსავალი რა და აქედან მიხვდნენ რომ ეს ფრინველიც აუცილებელია თავისთავად რა თქმა უნდა ეს იმ გარემოს ასუფთავებს ხო და შემდეგ უკვე დასჭირდა სპეციალურად ამ ბეღურების ისევ შემოყვანა და რამდენი თანხა დაახარჯეს მაგაზე რომ ბეღურების ფლორა და ის აღედგინათ ბეღურების რაოდენობა აღედგინათ ისევ თავიანთ ქვეყანაში ეხლა დღეს მაგალითად თურმე რას შვებიან ეს ფრინველები და ჩვენ გქონია რომ ფრინველი რას დაგიმახსოვრებს და რაღაც თურმე რათვისება ქონია ფრინველს ესე იგი ფრინველი ყველა მიმიკასა და დეტალში გიმახსოვრებს თურმე რა შენ რო გონია რომ აი ახლა ის რო გამოხვალ სახლიდან და რაღაცა მხოლოდ აი რაღაც სილუეტს ხედავ შენს ეს არა შენს მიმიკას იმახსოვრებს თურმე შენს აი როგორ ხასიათზე ხარ ისიც კი იცის საინტერესო აი იმდენად საინტერესოა რომ რაც დღეს მე ეს გადაცემა მოვისმინე ხო მივხვდი რომ ჩიტები რატომ რაღაცა მომენტში ხომ როდესაც ჩემი ემოციური ფონი ან ამაღლებულია ან დადაბლებულია რაღაცა სხვადასხვანაირად რეაგირებენ და მე ეს მეგონა რომ აი რაღაცა დაამტყვა კი რაღაც მოდიოდა მესიჯები ჩემთან და ვაკვირდებოდი რომ აქ სხვადასხვანაირად იქცევიან ეს ჩიტები მაგრამ ვერ ხვდებოდი რატო და აი ახლა უკვე მივხვდი ყველაფერს რომ ჩიტებს ან ნახე ფრინველებს ქონიათ საუკეთესო მიმიკის დამახსოვრების უნარი რა აი გიმახსოვრებენ დეტალებში თურმე და შენ ხმის ტონალობას ესე იგი როგორ სიჩუმე ძალიან უყვართ თურმე როცა წყნარად დადიხარ ბაღში და ეს აი თუ ფრინველი გამოჩნდა შენ სიახლოვეში ესე იგი იმან უკვე მიგიღო გესმის რომ აი იმას არ ეშინია შენი და თუ კიდე იმღერა შენ სიახლოვეში ეგ კიდე იმას ნიშნავს რომ აი შენ იმისთვის ძალიან კარგი ვიღაცა ხარ იმაში წყვილა არ არის
ფიფქია და 7 ჯუჯაში ჩიტებთან ერთად რომ ღერის ეს ფიფქია და ბუნებასთან შერწყმული რო არის და ეს ყველად არა აქვს ჩვენ სულიწმინდას ზღაპრებში ეს ინფორმაციები ჩადებული, ეს რეალურია, ეგ რეალურად ეგრეა. უბრალოდ ჩვენ დავშორდით ბუნებას და დავშორდით რა დონეზე, იცით, რომ ვერ ვიგებთ რა უნდა გავაკეთოთ და რა ბრძანება უნდა გავცეთ. რომ არ დაგჭირდეს ქიმიკატები. როდის იყო ხალხო ქრისტეს დროს ქიმიკატები სად იყო, ხო? სად იყენებდნენ ქიმიკატებს? არც ერთ დროში არ იყენებდნენ. აი ახლა ეს არის ჭირი რაღაცა ახალი ცივილიზაციის ეს ბრჭყალებში ჩავცვათ ცივილიზაციის ჭირია, რომ ყველაფერს ანადგურებს. ანადგურებს ფლორას, ფაუნას და ადამიანს. აუ დიმიტრი, წადი რა თავი დამანებე რა დროს ნარიმანია რა. ხალხო გამანებეთ რა თავი რა. ფრინ ველი ფარინ ველი. ხო, აი შაშვები, იცით როგორ ჩანან ხოლმე ჩემთან გაყოყოჩდნენ ეხლა და უკვე რომ აი მიხოდნენ რა რომ არ ვართ ჩვენ 7 წელია უკვე გაკვირდებიან თურმე გაკვირდება რა ეს ჩიტი შენ რა ტიპის საზოგადოებასთან აქვს საქმე და ვინ ხარ და ეხლა როგორ გამოჩნდებიან ხოლმე ეს შაშვები აი თითქოს ჩემი მეგობრები არიან დაჯდებიან ხოლმე დასეირნობენ აურო დააკვირდეთ რა ტიპები არიან ხოლმე იცი აი რა ვიცი რა ძალიან საინტერესო რაღაცები არიან ეს ჩიტები მე კიდე სხვადასხვა სახეობის ჩიტები მოვიდნენ უკვე ეხლა ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი რომ მოვიყვანოთ მეთქი რა კიდე ჩიტები და ეგრე ადვილი არ არის რომ ჩიტი მოიყვანო სადაც არ არის თქვათ მისი ჰაბიტატი ანუ რა არის იცი აი უნდა შეუქმნა მათ ესეთი ვითარება რომ მოუნდეს ჩიტს თურმე თვითონ მოდის ეხლა ესენი როგორ ყოფილან გადასცემენ თურმე ერთმანეთს ერთი წუთით აი მაგალითად აქ რაღაცა მოხდა ხო ერთი წუთი აი ჩემს იმაში თქვა ბაღში რაღაცა მოხდა ისეთი რომ ჩიტისთვის მიუღებელია აი დღეს მაგალითად ერთ-ერთმა ჩემმა ჩიტმა როცა ლაივს ვწერდი ძაღლივით იყმულა ჩემმა ჩიტმა კი არა ჩემ ბაღში ყოფა ჩიტმა პირველად გავიგე ესეთი ყმუილი ჩიტის პირველად აი არ ვიცი რაღაცა ესეთი ხმა გამოსა რომ არასდროს არ გამიგია მე ჩიტის გარე ესეთი ხმა გარდა მაგისა ხო აი ვთქვათ რაღაცა მოხდა შენ სეზონში და არ არის მწყობრში ისე როგორც ესენი იცნობენ ჩიტები აუცილებლად გადასცემენ ერთმანეთს აი კილომეტრებშიც შეუძლიათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს ესენი ძალიან საინტერესო ქსელი აქვს შექმნილი რა ხო ყველა ჩიტს კიდე თავისი სიტყვებიდან გამომდინარე ექნება თავისი აღმნიშნელი სიხშირეების და დანიშნულებად სოფო კი გეთანხმები ხო და მაგალითად არსებობენ ყვავები რომლებიც თურმე აი ყვავები კრე არიან ყვავების ორი სახეობა არის ერთი არის მეცადე ისა რა ქვია მაგას ჩილყვავიო თუ ჭილყვავიო თუ რაღაცა ქვია და მეორე დიდი ყვავი დიდი ხანი 300 წელი როცა ცხოს დიდები რო არიან და პატარები კიდე რა და ამ ყვავს ქონია უნიკალური აზროვნების უნარი ნახე არსებობს შემთხვევები რომ თუ კი მას აჭმევ ხო აი საჭმელს უდებ ყოველ დღე იცის რომ შენ მას საკვებს ასაზრდოვებ ხო შემთხვევები ყოფილა რომ ამ ყვავს საფასურად რაღაცა მოუტანია და დაუდია ძირითადად ლითონისგან რაღაცას იპოვის მაგალითად სადღაცა არის ოქრო ზოგი წორთნის მაგას რომ ოქროებს აზიდინებს ხოლმე ხო ყვავი გაფრინდა სადღაც დაინახა ოქრო ის თუ გაწვრთნილი ამ ოქროზე აიღებს მიაქვს ყვავს ვერ დასჭი ხო ხო და თურმე ესეთი რაღაცაა რომ შემთხვევები ყოფილა რომ აი ამ ადგილზე ზუსტად იმ ადგილზე სადაც შენ საჭმელს აძლევ ამ ყვავს იქ დაუდია და დაუტოვებია საფასურად რაღაცა სხვა ნივთი
ყორანი კი ყვავი, ყორანი და ჭილყვავი. ჭილყვავიც არის მე მგონი რა. ეხლა კაჭკაჭები რატო არ არიან? მე იმას ვფიქრობ. ადრე აქ მტრედებიც იყვნენ, მახსოვს ყოველდღიურად ესე ღუღუნებდნენ ხოლმე. მერცხლები იყვნენ, მერცხლები არიან. ეხლაც ადრე ბევრი იყვნენ, ეხლა ცოტანი არიან. ჩვენ ამებს არ ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ იცით რა მხოლ ტრაგედიას წარმოადგენს, თუ კი ერთ-ერთი ფრინველის სახეობაც მაინც დაიკარგა ან გადაჭიშდა. წარმოიდგინე, რომ ამხელა მრავალფეროვან სამყაროში ნელა-ნელა კვდება ის, რაც იყო. აი მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ გადმოცემის თანახმად ვიცით, რომ არსებობდნენ მარტორქიანი ცხენებიც, ხო? ეხლა მხოლოდ მითია და ზღაპრებში და მეებში მოიხსენება. ბევრი სახეობა არის დაკარგული. ადამიანებშიც იგივენაირად. ბევრი ეთნიკური ჯგუფი არის მთლიანად დაკარგული, განადგურებული, ამოწყვეტილი. ძალიან საინტერესოა რა. ჩვენ თუ ამას ესე არ მივაქცევთ ყურადღებას, ხო? და იმ მტრულად განვეწყობით, რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ, რომ აი ჩიტი არ არის კარგი, ფრინველი არ არის კარგი, ჩვენ აი თუნდაც არწივებს, ხო? რამდენიც კიდე იმდენი არწივის მონადირეა და იცით რომ არწივები გადაშენების გზაზე არიან. ანუ არწივი, წარმოიდგინეთ, არწივი ესეთი ფრინველია, რომ თუ კი არწივი არის სადღაცა სოფლად ან ტერიტორიად, ესე იგი არწივი თუ სადმე ცხოვრობს, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ იქ თვითონ ეს ფლორა ფაუნა ჰარმონიაშია ერთმანეთთან. თუ არწივი მიდის უკვე, არსებობს ესეთი შემთხვევები, რომ არწივები ტოვებენ ადგილებს, იქ ესე იგი ფლორა ფაუნა ერთმანეთთან ჰარმონიაში ვეღარ არის, იქ აუცილებლად რაღაცაა მომხდარი ისეთი, რომ ამ არწივს ეს ადგილი აღარ მოსწონს, იმიტომ რომ ბევრი ხალხი გადმოცხოვრდა, იმიტომ რომ ძალიან ხმაურია, იმიტომ რომ ის. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება საერთოდ მეცნიერულ სამყაროში, რომ მეცნიერები კი აკვირდებიან და იმის ნახევარიც არ იციან, რაც რეალურად ამოძრავებს ამ დედამიწას. მაგრამ რაც იციან, ისიც საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ სულ სხვანაირად დავიწყოთ აზროვნება და ამ სამყაროს სადმე ყურება. აი მაგალითად ზოგს გონია, რომ მგელი არის ცუდი, როდესაც სადღაც სიახლოვეში, სოფლად სიახლოვეში მგელია. არა და სინამდვილეში მგელი იმდენად მნიშვნელოვანია, თურმე ტერიტორიის რაღაცა განკუთვნილი ტერიტორიისთვის. მგელი ტყეს ასუფთავებს მძორისგან მაგალითად, ხო? აი მძორისგან კი არა, გეტყვით, მგელი თურმე თუ კი ყველაფერი რიგზია იმ ადგილზე, არ ეხება ჯანმრთელ ცხოველს. მგელი თურმე ყოველთვის ავადმყოფ ცხოველზე ნადირობს. წარმოიდგინეთ ახლა, როდესაც ცხოველი ავადმყოფობს, ხო? მისი ცხოვრება არის ძალიან ტანჯული. ანუ მისთვის ჯობია რომ არ იარსებოს, ვიდრე აი ვთქვათ ფეხი მოიტეხა, სადღაც ჩავარდა და ვეღარ დადის. ის ძის, მაგალითად, წევს, ვეღარ დადის, ვერც მისი მისიანების შველიან, იმიტომ რომ ადამიანებისავით არ გააჩნიათ მათ ის შესაძლებლობები, რაც ადამიანებს გააჩნიათ და ამიტომ ასეთ ცხოველებს მგელი ეხმარება ხოლმე და ასრულებს მათ სიცოცხლეს. მოკლედ ძალიან საინტერესოა რა ფრინველების გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად რომ ეხლა ამ დღეებში ფრინველების მაისურები მეცვა. რაღაცა სერიოზულად გააქტიურდნენ ჩემთან ეს ფრინველები და ეხლა ვიკვლევ ეგ რას ნიშნავს ეზოთერულად რა რისი მომასწავებელია. ფრინველი საერთოდ ისეთი ცხოველია, ფრინველია უბრალოდ, ცხოველების შედის ფრინველი.
გერმანიაში ცხოველებში შედის ფრინველი, საქართველოში უფრო ფრინველია ცხოველი. ესე იგი ფრინველი იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცაა, რომ მისთვის, აი რატო არის, რომ დაფრინავს და მიწაზე არ დადის. იმიტომ რომ მიწა, ანუ ის ჯერ კიდევ ზეციურთან კავშირშია. მიწა ვერ მიიღო მან. არ უნდა, ანუ ნახე ის რაღაც მხრივ პროტესტს აცხადებს მიწასთან და ამიტომ გადაწყვიტა რომ ჰაერში იცხოვროს. სხვათაშორის ესეთი სულებიც არიან, რომლებიც სულებთან ის კავშირი ქონიათ ფრინველებს სხვათაშორის. აი მამა ჩემი იყო მაგალითად ესეთი რა, რომ ფრინველებთან კომუნიკაცია შეეძლო. აი აქ რო ცხოვრობდა მამა ჩემი, რო ჩამოდიოდა ხოლმე აქ რამდენიმე ხანი იყო და უცბად უმეგობრდებოდა ხოლმე ფრინველებს. აი დაჟე ისიც კი იცოდა, როგორ ეხლა ვინ როდის მოვიდოდა, რა ფრინველი როდის მოვიდოდა და ერთხელაც აი ესე ფრინველი გამოემშვიდობა მას, როდესაც ბებიაჩემსაც სხვათაშორის ამბობდა ხოლმე, რომ იტყოდა რაღაცას, აი ეს მოხდება. და მე ვეკითხებოდი ხოლმე, მართლაც ხდებოდა მე ის და ვეკითხებოდი ხოლმე, რომ საიდან იცი მეთქი რა, საიდან იცი თქო და აი ჩიტმა მითხრაო. და მე მეგონა ეს ჩიტმა მითხრა ის იყო, აი როგორ იცი, რომ მოიშორებ ადამიანს თავიდან და თურმე მართლა კომუნიკაცია შეუძლიათ ჩიტებს, ანუ გაცნობებენ რაღაცებს. თამარ თოლიები მოფრინდნენ ქუთაისშიო. არ იყვნენ აქამდე? თოლიებს მე ყოველთვის ხედავ ხოლმე, მაგრამ ქუთაისში არ იყვნენ? ანუ ჩვენ უნდა შევუქმნათ ფრინველებს ისეთი ვითარება, რომ კარგად იქნოს თავი, იმიტომ რომ ის მათი სიმღერა კურნავს ადამიანს. 8000 ჰერცი აქვს. წარმოიდგინე 8000 ჰერცი უბრალოდ მისი სიმღერით. არც ერთი მუსიკა არ დაიწერება ეგრე, რომ უბრალოდ ფრინველის სიმღერამ განგკურნოს შინაგანად რა. ეს ერთგვარი თერაპია არის. სხვათაშორის არსებობს ესეთი ფრინველი ჭაჭუნაში, სადაც ჩემი მეუღლე მუშაობს, ძირითადად იმ ადგილზე დადიან ხოლმე, იცავენ იმ ადგილს. არსებობს ესეთი ფრინველი, გერმანულად ქვია ბინენშტიხ, მაგრამ ქართულად რა ქვია არ ვიცი. რაღაცნაირი ოქროს გული აქვს, აი ისეთი ლამაზი ფრინველია, ძალიან ლამაზი ფრინველია და ამ ფრინველის სანახავად უცხოეთიდან ჩამოდიან. აღარ არის ეგ ფრინველი ძირითადად აღარ მომსპარია, საქართველოშია მხოლოდ. და ჩამოდიან უცხოეთში მთელი მარშრუტკებით, რომ ეს ფრინველი დაინახონ, გაიგეთ? აი ესეთი ეხა მაგ საკითხებში აქ მედიაში ძირითადად დებილობები გვესმის. რაც კარგი არის ძირითადად საქართველოს კარგი აქვს იმას არ გვიყვებიან როგორ გითხრათ, გვიყვებიან არაჯანსაღ რაღაცეებს, რომ ადამიანები ცუდად გახადონ რა. ესეთი საკითხებით რო ვიყოთ დაკავებული ტელევიზიაშიც, გაცილებით უფრო მაღალი აზროვნების უნარი შეეძლებოდა საზოგადოებას, ვიდრე დღეს დაყევებული ყავს საზოგადოება მედიას რა. არა, თოლიები მარტო ზღვაზე არ არიან. მარტო ზღვაზე არ არიან. ეგ მეც გამიგია, ჩიტმა მითხრა, ბებია მე ჩემიც ამბობდაო. ხო, ჩიტები საუბრობენ, სერიოზულად საუბრობენ. აი მაგათი ენა რო ვისწავლოთ, ხო? მართლა ბევრ ამის გავიგებთ რა. მართლა წარმოიდგინე, რომ ხე საუბრობს და ჩიტები არ ისაუბრებენ. ხეები საუბრობენ ხალხო, აი არ ვიცი ხა მართლა აი როგორ კარგად არის იმ მულტფილმში ზღაპარში. ფიფქია, რატომ არის ფიფქია რა? კრისტალე გაწმენდილია
და ბუნებასთან რა კარგად კავშირშია, თვით ბოროტ ჯუჯებსაც კი ასხვანაირებს. ეს ფიფქია საკითხი ტყუილი კი არ არის და მარტო ზღაპარი კი არ არის. რეალურად ადამიანს შეუძლია ფიფქია გახდეს. რეალურად მართლა შეუძლია ესაუბროს ფრინველებს, ცხოველებს და ასე შემდეგ. როდესაც შიშებისგან გათავისუფლებულია ადამიანი, ცხოველი მას არ ერჩის. აი გაიხსენეთ თუნდაც მშიერ ლომებთან რო ჩააგდებენ ერთ-ერთ წმინდანს და საერთოდ არ დააკარებს პირს. რატო იცით? ცხოველი ხედავს შენს აურას, შენ ენერგიებს, სუნითაც კი გრძნობ. თუ შენი აურა გაწმენდილია და შიშებისგან გათავისუფლებული ხარ, ის არ დაგიყეფავს, არც შეგჭამს, როგორ აი პირს ვერ დაგადებს. იმიტომ რომ შენში ცხოველი ჩვენზე დამოკიდებულია. თუ ხედავს შენში პატრონს, ის შენ პირს არ დაგადებს. თუნდაც იყოს ეს ლომი, მაგრამ შენ თუ შიში გაქვს იმის მიმართ, პატრონად როგორ აღიქواس იმან, როცა შენ იმის გეშინია, ხო? დარღვეული აქვს შენი რაღაც ენერგეტიკული ველი და ეგრევე გრძნობს და პირიქით შენზე მაღლა დგება და გჭამს. ცხოველმაც კი იცის, რომ ადამიანი არის მისი მფარველი, ხო? ბიბლიაჩემ მაგალითად ძროხის ხორცს არ ჭამდა. იმიტომ არ ჭამდა, რომ ძროხა ყავდა და ძროხასთან უწევდა ყოველდღიური ურთიერთობა და ამბობდა, რომ როგორც ადამიანი ისე შემომხედავს ხოლმე და მე ამის ხორცი როგორ უნდა ვჭამო საერთოდ რა, საერთოდ ხორცი როგორ უნდა ვჭამო, ძროხის მე აი ნახე შეიგრძნო იმან ეს ძროხა, თვალებში ჩახედა რაღაცნაირად გააბა ძაფი კავშირი, ხო? სულიერი კავშირი. ვიღაცა იტყვის, რომ ცხოველებს სული არ აქვთ, ცხოველებს რომ დღეს სული აქვს, აი დღეს უკვე მილიციაში რომ უსულოები დადიან, აგერ ჩემი მეზობლის ავჩალკას უფრო მეტი სულიერება აქვს, მე მგონი, ვიდრე იმ ძაღლებს, რომელიც ძაღლებიც ერთ კაცს 8 დაესია და ურთხავდა. ეხლა გვაცოდებენ თავს, რომ ჯერ ახალგაზრდები არიან და დაენგრევა ცხოვრება. იმას არ ენგრევა ცხოვრება, ვისაც ურტყეს აქამდე და ეგერთი დავინახეთ. ეხლა ჩვენ ტელევიზიით რამდენი ეგრე გამწარებული ყავთ და ხმა არ მოვიდა ჩვენამდე? იმათ არ ენგრევათ ცხოვრება? ეხლა უნდეთ რომ ძალიან ჰუმანურები გავხდით და შევეცოდეს ყველა? იტყო და ბებო არ ვარ გაჭოტის კივილიო. ხო, იცი რა არის, მე გეტყვით რა, ადრე ბავშვობაში, როდესაც მე ალერგიული ფონზე ღამით მეწყებოდა ხოლმე შეტევები, ანუ დილის 4 საათზე წარმოიდგინეთ, მეწყებოდა შეტევა და მიწევდა რომ მჯდარიყავი რა, დაწოლით ვერ ვიძექი. და ეს სუნთქვის ჭიდილი მქონდა, რომ სუნთქვა მეკვრებოდა რა და მოკლედ ერთი სიტყვით ღამით ამ ჭოტის ხმა ერთადერთი ეს მახსოვს, რომ ეს ჭოტი ჩემთან ერთად იყო ხოლმე ღვიძარი და ამ ჭოტის ხმა იცით როგორი იყო? აი ხა როგორც ბავშვი ვერ ვიგრძნობდი რომ მანუგეშებელი იყო, მაგრამ ეხლა რომ ვაკვირდები, ეს მანუგეშებდა ეს ჭოტის ხმა. კარგი იყო თუ არ იყო, არ ვიცი, მაგრამ ამ ჭოტის ხმა მე აღარ მესმის ხოლმე სხვათა შორის. ჭოტი აღარ, აი ეხლა ხო 7 წელი აქვს ხო, აქ რო ჩამოვდიოდით ხოლმე, მაშინ მემართებოდა ეს ალერგია და მაშინ ჭოტის ხმა ისმოდა. ეხლა ჭოტის ხმა მე აღარ დამიფიქსირებია. ძალიან იშვიათად რომ ჭოტის ხმა დამიფიქსირებინოს, მაგრამ აი როგორ იყო, ერთი ყვიროდა ხოლმე, ერთი, ბევრი კი არა, ერთი. აი ესე. საიდან მოდიოდა იცი ხმა, არ ვიცი, საიდან მოდიოდა, მაგრამ მოდიოდა. შაველას აქვს პოემა და მთავარ გმირს მინდიას ესმის ჩიტების და ცხოველების.
ხო, ნუ ეხლა ჩვენ გვჭირდება ისევ აღვიდგინოთ ეს მეხსიერებაც, ხო, ბუნებასთან დავუახლოვდეთ ისევ, დაგვაშორეს, მაგრამ უნდა დავუახლოვდეთ რა. ეს იყვიროდა ხოლმე. მე ერთხელ სიზმარშიც მესიჯბრა, რომ ვითომ აუ ეს ძალიან საინტერესო იყო. ეხლაც მახსოვს. სიზმარში მესიჯბრა, რომ ვითომ გავდივართ ჭიშკართან და ჭიშკრის პატარა კუთხეში არის პატარა ჭოტისის ესე პატარა რაღაც შავი. ბიჭო, იმდენად რეალური იყო ეს სიზმარი. ვერ გავიგე, ეს რეალურად მოხდა თუ არ მოხდა და მახსოვს რომ ეს ჭოტი ავიყვანე და იმაში უჯრაში ჩავსვი რომ აქ იყოს მეთქი რომ არ დაიგარგოს თქო. გამეღვიძა და ვეძებ ახლა ამ ჭოტს. რას ეძებო დედაჩემი მეკითხება. მეთქი საცავი და ის ჭოტი. საცაიხეთ მეთქი ის ჭოტი რომ ჩავდე და აქ აღარ გახსოვთ. დედაჩემი იცაღის რა ჭოტი. მერე ბებიაჩემიც ჩაერთო საკითხში რა ჭოტი შვილო რა. აი მეთქი რომ ვიპოვეთ გარეთ და რომ შემოვიყვანეთ და რო ჩავსვით. არ ახსოვდათ, არა და მე როგორ თვალნათლივ მახსოვდა რომ ჩვენ მეთქი ერთად არ ვიდექით აქ რომ ერთად შემოვიყვანეთ და რო ჩავსვით ამ უჯრაში რა ჩავსვით. ეხლა მახსოვს იმ ჭოტის სახე. უჯრაში რო ჩავსვით. და ვეძებდი და მე მეგონა რომ მატყუებდნენ. ეგრე ხო ხშირად მატყუებდნენ თმებიც რომ შემჭირეს ამოგივა ხვალო და რო აღარ ამომივიდა მე მეგონა რომ ამათმა ეს ჭოტი წაიყვანეს სადღაცა გადააგდეს და მატყუებდნენ ახლა რომ ვითომ აღარ გვინახავს და ესე იყო ჩემო კარგებო რა. რაჭაშია ბევრი ჭოტიო. ეგ ჭოტი ერთხელ ეკლესიაზე აქ წმინდა გიორგის ეკლესიას რო ვაკეთებთ იქ ვიყავი რა მარტო ვიყავი და მოვდივარ ახლა სახში უკვე ღამდება. ხო და რაღაცა იმას შემაჩერა რა. რა ქვია მაგას შეგრძნება შემაჩერა რომ არ წახვიდეო რა ახლა რა, ანუ არ უნდა წავსულიყავი რაღაცა იქ კიდე მოსაგვარებელი იყო აშკარად ემოციურად. ხო და იქ დაბლა ჩასასვლელი არის ხევში. ეკლესიიდან რომ ჩამოდიხარ, მე დაბლა კიდე ჩადიხარ და ხევში ჩადიხარ, წყარო არ არის, მაგრამ მდინარია და ვფიქრობ ახლა ესეთ რამეს რა რომ მართალი ახლა მეშინია იქ ჩასვლა, უკვე ბინდია და რა ვიცი მე, აი მარტო რო ხარ ტყეში, მე საერთოდ ტყის მეშინია. ანუ ტყის კი არ მეშინია, აი ცოტა უცნაური შეგრძნებაა ახლა რომ როცა ბინდდება ტყე ძალიან დიდი გრძნობ მაგ ენერგეტიკას. დიდი ენერგეტიკის მატარებელია ტყე და განსაკუთრებით დიდი ხეები და მე თქვი ეხლა ამ შიშს მე თქვი უნდა ვაჯობო. მე ესე იგი გამოცდა მაქვს მე თქვი ეხლა აქ თქო რა და ჩავიდე არ ჩავიდე ვფიქრობ ჩავიდე არ ჩავიდე. მე თქვი უნდა ჩავიდე. არასდროს ხა რამდენჯერ იქ ყოფილვარ, მაგრამ არასდროს არ დამინახავს ჭოტი რა. თან მით უმეტეს გაფრინდეს. ჩავდივარ ეხლა ისეთი გზა არის რომ ჩადიხარ იქ ბალახები არ არის, თან ისია გაკეთებული გზა, რომ გზა არის ჩასასვლელი რა. ეხლა მართალი ტრასა არაგია, ასფალტი არაგია, მაგრამ ხო და ჩავდივარ და უცბად რომ ხიდან ახლა დიდი ფრინველი გაფრინდა და მეორე ხეზე გადაფრინდა. იცით რა შეგრძნება იყო ეს? აი ძალიან საინტერესო შეგრძნება იყო. კიდაღამ გული ჩამივარ და ტრაქში. და დავაკავე გული, არ ჩამივარ და ტრაქში. დავაკავე გული და არ ავაჩქარებინე გულის პულს. აი ეს მეთქი ზუსტად ის გამოცდა იყო, რაც ჩამიტარეს მეთქი ანქაურმა სულიერმა წარმომადგენლებმა თქო რა. ანუ ნახე
არასდროს არ მინახავს ჭოდი იმ ადგილზე, რომ მით უმეტეს ამ ხელა დიდი ფრინველი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაფრენილი იყოს, ხო? ღამეც ყოფილვართ, ესეც ისიც, მაგრამ არა. აი ამ ჭოტმა გამოცდა ჩამიტარა, გესმის? და გამაძლიერა. ეხლა რაში გამაძლიერა, ნახე? თქვენ იცით ჩემი ის მართულები რომ აქვს ხელში. ეს მართულები მქონდა წაღებული და ესეთი კითხვა დავსვი რა, რომ მეთქი ჩემი 32-34-ვე მფარველი წმინდანი, რომელიც მე დამყვება მეთქი. ეხლა აქ არის მეთქი, ვიკითხე და კიო, მითხრა სხვათა შორის. რატო არ ჩდებიან მეთქი რა, ვიკითხები, მაშინ რატო არ ჩდებიან თქო და გაჩერდა. არაფერი არ მითხრა. მე ვიკითხე, მე არ ვარ მეთქი ესე იგი რომ მზად თქო, ხო? აი რომ წარმოვიდგინე, ხო, ეხლა რომ გამოჩდნენ 34-ვე, ხო, გული გამისკდა. ანუ რეალურად რომ წარმოვიდგინე, ეხლა რომ გამოჩდნენ, ნუ აშკარად გული გამისკდებოდა რა და ანუ რეალურად ჩემი გული არ იყო მზად. და მე ესეთ გამოცდა ჩამიტარეს, რომ აბა ეხლა ამას თუ ჩახვალ იქ დაბლა და ამოხვალ იქ ერთი გამოცდა გაქვს გასავლელი იმას თუ გაივლი მე უკვე მზად იქნები შენ ჩვენ დასანახად რა და მოკლედ არ ვიყავ მზად ხო შემეშინდა აშკარად ფაქტის სახეზეა რომ შემეშინდა რა მე ვესაუბრები ხეებს ფოთლებს გარეთ რომ გავდივარ და სხვა განზომილებაში ვერ ვაჩვენ ვამჩნევ ირგვლივ თუ მიყურებენ ვიღიმი სხვანაირად ამ დროს შემთხვევით შემაქმარვა დაინახა მანქანით და დამიწახა რა გაცინებს უკაცრავად რა გაცინებს ხეებს ვესაუბრები თქო და იმდენი იცინა ხო კარგად ხარო მოძრაობა შეაფერხა წადი სანამ დაგაჯარიმეს მეთქი ხო იცი რა არის ეგ ესეთი ერთგვარი ფენომენია რომ ბევრი ვერ იგებს თუ ეს გამოცდება თვითონ არ აქვს რა გამოცდილი შეგრძნებული თუ არ აქვს ეხლა მაგალითად როდესაც ხე მილაპარაკა ჩემს ცხოვრებაში ხმა კი არ გამოსა ხალხო მაგრამ თავისებური ისენი აქვთ რა მაგათ ნიშნები აქვთ ნიშნებს გაძლევენ ხო და უკაცრავად იმ ნიშნებს ხო ხედავ თავის ნიშნებს ხედავ ეგ თავისებური ნონვერბალური საუბარია რაც ადამიანებში 90% ადამიანების ნონვერბალურად არავერბალურად საუბრობს ასევე არის ხე ასევე არის ფრინველი თუმცა ფრინველი უფრო ხმით გელაპარაკება ასევე არის ქარი სხვათა შორის სეტყვა აი დღეს მაგალითად სეტყვა მოვიდა ჩვენთან სე გააქტიურდა რა სი სე სა სო სუ ხო გითხარით ეს გააქტიურდება მეთქი ესენი ყველაფერი რაც ამ სიტყვებზე იწყება და დღეს სეტყვა მოვიდა და გზნობ ეხლა რომ ძალიან მაგრა უნდა დასხოს და მეწოდება ეხლა ჩვენი ტალავერდი ბევრი ასხია ყურძენი რა და მეთქი აბა გაჩერდი მეთქი ეხლა ჩემს ეზოს არ ავნო მეთქი არაფერი თქო და ეხლა ძალიან ველაპარაკები ამ სიტყვას და კაცო დაიხევს უკან ეს სიტყვა გავჩერდები ისევ წავა მე კიდე აბა ეხლა კარგი ბიჭი ხარ შენ მეთქი ჩემს ეზოს არ ახლო ხელი არაფერი დაუშავა და მართლა ერთი ფოთოლია ჩამოვარდნილა არ ვიცი სხვებთან როგორ იყო მაგრამ აშკარად საუბარი შეუძლია იმ ადამიანს ვისაც კავშირი აქვს ბუნებასთან რა და ენოქი სხვა რამეს კი არ აღწერს ენოქი ზუსტად მაგეებს აღწერს რომ შენ შეგიძლია ესაუბრო იმათ ყველა სტიქიური მოვლენა და ყველა სტიქიურ მოვლენას თავისი მართველი ყავს შენ თუ იმ მართველთან საუბარი შეგიძლია და სახელები იცი მათი და მიმართავ სახელებით ჩვეულებრივად აი როგორც ახლა მე შენ გითხრა გაჩერდი ან ბავშვს რო უთხრა ნუ ყვირი ხარ ან ნუ აფუჭებ ან ნუ აკეთებ გისმენს ჩვეულებრივად გისმენს ეს ახლა ზოგიერთ ადამიანს სიგიჟეთ მიაჩნია და შეიძლება თქვას რომ ამას მართლა გაურეკიაო მაგრამ
აი სუმკიდია რა, ვინას ფიქრობს, მე ხო ვიცი რომ ეგრეა, ხო და იმან თუ არ იცის ჩემი პრობლემა ეგ არ არის. ხო, ასე რომ ჩემო კარგებო, მადლობა, ნოდარი კარგად ვარ. შენს უმეკითხები ხოლმე როგორ ხარო და ვერ გპასუხობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეკითხებით რა ვქნა ახლა. არ ყველას რო გიპასუხოთ, მთელი დღე გავიდა უკვე, ხო და ასე რომ ასე გელაპარაკებით ხოლმე ლაივიდან და ყველას გესალმებით ხოლმე რა. ასე რომ ახლა დავაკვირდები მე ჩიტებს რა, ეს 2 დღეა უკვე ამ ჩიტებმა რაღაც ჩემთან თავი გამოიჩინეს. ანუ ყურადღება მიიქციეს, გესმის? ეთყობა რაღაცას მანიშნებენ ეგ ჩიტები, ფრინველები და ნუ დავაკვირდები, აბა რას მეუბნებიან, რა უნდათ რომ მითხრან. საყვარლები არიან ძალიან, ახლა რო ვაკვირდები, იმ დღეს ჩიტების სახლი გვაქვს, იქ ვიყიდეთ ხარაგაულში რო იყიდება ხოლმე ის ჩიტების სახლი, იქიდან წამოვიღეთ. კაი ხანი ვაკვირდებოდით რომ არც ერთი ჩიტი არ იღებდა, მაგ ფრინველი არ შედიოდა საცხოვრებლად და იმ დღეს ვალაგებდი იქ ბავშვების ადგილია მან და ბავშვების სათამაშოებს. დავინახე ეს ჩიტი არ გამოფრინდა. ესეთი სტაფილოსფერი გული აქვს. აუ როგორ გამიხარდა, იცი? ესე იგი მე ვთქვი მიიღო ეს საცხოვრებელი ჩიტმა. თურმე არ ყველა საცხოვრებელს არ იღებს ჩიტი. маш თუ არ გაუფრთხილით ჩვენვე ბუნებას ხო? აღარ გვეყოლება ბევრი საინტერესო მრავალფეროვნება არ გვექნება. ვიქნებით დავალთ ერთ უჯრედზე და ვიქნებით ეგრე. აუ რას ძალიან სხვანაირია, ესე იგი ბუნებასთან კონტაქტი. მე მახსოვს რომ გერმანიდან რო ჩამოვედი, ჩიტების ხმოვს ვერ ვიტანდი. ესე იგი რამ ხელა დაბალ სიხშირეზე ვიყავი, რომ ის მაღალი სიხშირეები ნერვებს მიშლიდა. ეხა დილით რო გაიღვიძებ ჩიტების ჭიკჭიკი და ის რო გესმის, ხო? რაღაცა სულ სხვანაირად გესმის. ადრე მახსოვს ნერვებზე მშლიდა ჩიტების ჭიკჭიკი. ესე იგი ვერ ვუძლებდი იმ მაღალ სიხშირეებს, იმდენად დაბალ სიხშირეებს. აბა ეხა ის იმდენად დასტრესილი ვიყავი მთელი 12 წლის მანძილზე, იმის ფიქრში ვიყავი, რომ ეხლა თვიდან თვემდე უნდა მიყოს ფული და უნდა ვიმუშაოთ, ან იქ უნდა ვისწავლო და მოკლედ რა, ეს სტრესი მე რაც გავიარე გერმანიაში, პირდაპირ დამანგრეველი აღმოჩნდა. აი პირდაპირ დამანგრეველი კი არა, ცოცხალ მკვდარი დავდიოდი და ეხლა რო უყურებ ხალხს, ისინიც ჩვეულებრივად ცოცხალ მკვდრები დადიან. ცოცხალ მკვდრები. ანუ რო გადაადგილების უნარი რო აქვთ კიდე რა. აზროვნების უნარი ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ ვისაც აზროვნება სააზროვნო აქვს, ის მარტო ზის. ანუ ან ფიზიკას გინგრევენ, ფიზიკურობას, ან კიდე ვინც ბევრს მოძრაობს, იმას ფსიქიკური დატვირთვა არ აქვს, ანუ განვითარება არ აქვს. გონებრივი განვითარება არ აქვს. არის მუშა. ფიზიკურად მუშაობ და მოძრაობ, მაგრამ გონებრივად ვერ ვითარდები. თუ გონებრივად ვითარდები, ზიხარ. აი ესეთი დარღვეულია მთელი სისტემები რა. არ ვიცი რა არღვევს ამ ყველაფერს, უცოდინლობა თუ გამიზნულობა, ეგ ვერ ხვდები მაგას უბრალოდ, მაგრამ მე მგონია, რომ აი მართლა უცოდინლობა ანგრევს ყველაფერს რა. შეიძლება კონსპირაციული თეორიებიც მოვიხშელიოთ და ვთქვათ, რომ აი სპეციალურად ხდება ეს და ეს, რომ მე ამ სისტემაზე გადავიყვანოთ რაღაცა დრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო უცოდინობით ხდება ეს ყველაფერი. უცოდინობით და სიხარბით, რომ აი ყველას
ვინც ფულზე არის დაგეშილი, უნდა ახლა კონდეს ფული და ბევრი ფული და რისთვის უნდა ეს ფული არც ის არის. რომ აი მაგარი ტიპია და თქვან მასე რომ აი ეს მილიარდელია, ან ტრილიარდელია და ან კიდე რა ვიცი რა არის, ხო? მაგრამ თუ დედამიწა არ იყო, ის ფული, ანუ რობოტიც ვერ გიშველის მე მაგ ფულში. კი ბატონო, აგერ ჩინეთში რობოტებს კი ამზადებენ, მაგრამ კარგი ვთქვათ რაღაცა ისეთი ფიზიკური ის გააკეთებინე რობოტს, რომ რაც გაანადგურე იმის კომპენსაცია გაიკეთოს, მაგრამ ეგ არის მიზანი? ანუ ეს ყველაფერი სილამაზეები ჩვენ რაზე ძებთ თვალით, თუნდაც ფუტკარს რო ხედავთ, თუნდაც ჩიტს რო ხედავთ, თუნდაც აი იმ მწერს რო ხედავთ, მართალია მე კალიების მეშინია, მაგრამ აი იმ კალიასაც თავისი დანიშნულება აქვს რა და ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს, რაც კი არსებობს, რაც კი შექმნილა, ხო? თუ თავის დანიშნულება არ აქვს, ის ხომ არსებულია რა და რა ვიცი, თუ ესენი აღარ გვინდა, მაშინ ჩავდივართ ისევ მარტო ერთ უჯრედზე რა და მარტო ჩვენ თავებს დავინახავთ, მარტო ჩვენ თავებს. აი როგორც ახლა დღეს უკვე ყველა სელფი უჭერია და ესეთ არის, სადაც არ უნდა იყოს, ყველგან თავის თავს უყურებს. გაიგეთ? თავის თავს უმტკიცებს, თავის თავს ელაპარაკება, თავის თავს ამშვენებს, თავის თავს. კარგია შენ თავში ჩასვლა, მაგრამ თუ შენ თავში იმოგზაურებ, მიხვდები რომ აი ეს ყველაფერი, რაც კი მრავალფეროვნება გჭირდება. მაგრამ თუ შენ გარედან შეხედავ შენ თავს, მარტო შენი თავს დაინახავ, იმათ ვერ დაინახავ, რომ ისინი გჭირდება. შენ თავში უნდა ჩახვიდე და იქიდან გამოიხედო. გარედან კი უნდა შეხედო შენ თავს. ხო, განსხვავებაა ეს ხოდაშორის. მოკლედ, ძალიან საინტერესოა ეს ფრინველები რა. შემიყვარდნენ ეს ფრინველები ამ ბოლო 2 დღეში. იმიტომ იყო სხვადასხვა ხმა გაიგო ერთ-ერთმა დამიკომენტარა, რომ შაშვების ხმა მესმისო, რა კარგიაო, სოფელიო თუ რაღაცა და მარტო შაშვების ხმა რა, ეხლა ამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მრავალფეროვანი ფრინველი მოფრინდა, ვხედავ. იმიტომ რომ ადრე ვერ ვხედავდი, არ იყვნენ ეს ოქროსგულა ჩიტები. ეხლა ოქროსგულა ბეღურები ნაკლებად არიან, ბეღურები. უფრო არიან აი ესეთი უცნაური ლამაზი ჩიტები შემოვიდნენ. თან ეხლა ოფოფიც არის. ოფოფი ქვია მაგას? მგონი ოფოფი ქვია. ესეთი ფერი აქვს. ლურჯი ფერია. თავზე ცოტა ესეთი ის აქვს, ქოჩორივით აქვს. დიდი ფრინველია, დიდი არის, აი თითქმის ერთი ხელის ქვედა კიდურის ხელა არის, დაახლოებით მაგ ხელა ფრინველი იქნება. და ლამაზი ფრინველია. ეგ მოდის ხოლმე, ესეთი სერიოზული გამოხილვა აქვს. თუ შემოგხედა. ძალიან ლამაზია. თვალს უხარია მაგის დანახვა, მაგალითად. მაგის ჭიკჭიკი არ გამიგია, მაგრამ არ დავკვირვებულა, როგორ არ გამიგია, არ დავკვირვებულა, როგორ ხმას გამოსცემს, მაგრამ აშკარა, რომ ძალიან ლამაზი სანახავია. ეხლა თუ უფრო კარგ იმას შეუქმნი, ვითარებას კიდე მოიყვანენ სხვებსაც. ეს მაინც გადასცემენ ეგენი, რომ აი აქ მაგარია, ნახე, აქ საკვებიც არის, არავინ არ გვეშის. ხო, და ესე მოდიან თანდათან, ხო, მე გამრავლდებიან. იმიტომ ვამბობ, რომ ისეთ ეზოს ვქონი, მეთქი აქ რომ მოდის ადამიანი, წასვლა აღარ უნდა თქო და ეს ტყუილს კი არ ვამბობ. არც ვაჭარბებ, მართლა ეგრეა. აი რაღაცნაირად განსაკუთრებული ეზო მაქვს რა. იმიტომ კი არა, რომ ძალიან მაგარი fashion რაღაცები დავდგი. იმიტომ რომ ყველაფერი არის ბუნებრივად გაკეთებული. აი feng shui-ს რო ამბობენ, ხო? სახლის მოწყობაზე არის. აქ არის ეზოს მოწყობაზე საკითხი რა. ეზო როგორ უნდა მოეწყოს ისე,
რომ ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაში იყოს. და როდესაც ბუნება ჰარმონიაშია, ამას შინაგანად ადამიანი გრძნობს. დიახ. ანუ ეხლა ყველაფერს ხო თერაპია დაარქვეს და მე ეხლა მაგას დავარქმევ ეზოთერაპიას. ეზოთერაპიული განკურნება თამარის კაფეში. ხო და მოხვალთ ჩემ ჩიტებს, ნუ დააფრთხობთ იცოდე, მოусმინეთ მაგათ ჭიქჭიქს და თან განიკურნებით მაშ არ დაგჭირდებათ 60 ლარების გადახდა, იმიტომ რომ რაღაც ბავში დაჭექით. არა, უბრალოდ მოხვალთ, დაჭდებით, ისი ამოვნებთ, შეუკვეთავთ ყავას, ნამცხვარს, საჭმელებს ჯერ ვერ შემოგთავაზებთ. შეება კიდევაც, თუ მაგის სურვილი გამიჩნდა. განიწმინდებით, სუფთა ჰაერზე, აგერ ჩვენი დიდი ხერო დგას აქ, კვიპროსი, მის ჰაერს ჩაისუნთ ქავთ, ლავანდებისა და ორეგანოების და როზმარინების სუნებს შეიგრძნობთ, ვარდის სურნელებას და რა ვიცი, მე კარგად წახვალთ სახლში და იტყვით ალბათ, რომ უი რა კარგი ყოფილა თურმე ეს თამარიო. სულაძე არ არის ესეთი, როგორიც ჩანს, როგორც ყოველთვის ყველა ამბობს ხოლმე, ვინც გამიცნობს. ხო. კარგი, მეგობრებო, ეხლა დაგემშვიდობეთ, მე დავიძინებ, რომელი საათია? პირველი 1 საათი მილაპარაკია. ხო და განვიკურნებით, მე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი ეს ასურეთის ეს ადგილი იქნება ცხოველებისთვისაც, ფრინველებისთვისაც, ადამიანებისთვისაც ისეთი კუნძული, სადაც ადამიანი შეძლებს ამ ჯოჯოხეთურ რაღაცა სივრცეში განტვირთვას, სულის მოთქვას და წასვლას. თავისთვის მერე აი ამ გაჯანსაღებული ყველაფრით თავისი ჯანსაღი გარემოს აგებას. ხო, მე ეს ხილვაშიც მაქვს ნანახი, აი აქ ასურეთში რა სილამაზეა, არ ვიცი რომელ დროში, მაგრამ აი ამ ასურეთში რომ ძალიან სილამაზე არის ერთ დროს, ეგ ვიცი. და მე ცოცხალი ვარ მაგ დროს და სხვათა შორის მე ჩემი ისიც ვნახე სიკვდილიც როგორ ავედი მაღლა უცბად დავტრიალდი ესე და აი როგორც ქარი ბუბოლა ტრიალებს, აი ეს დავტრიალდი და მაღლა ავედი ცაში. და გამომეხვიჭა მე. აი ამ ხესთან, აი ამ დიდ კვიპროსთან. მოვსეირნობდი ესე ჩემთვის, ვფიქრობდი, უი რა ლამაზია მეთქი აქაურობა, ვა რა საინტერესოდ არის მეთქი გაკეთებული ყველაფერი და აი ამ ჩემს ეზოში რომ უნდა შემომეხე და უკვე დავტრიალდი და წავედი მაღლა. საინტერესო მომენტი იყო ეგ, ძალიან. კაი, აბა ძილინებისა მეგობრებო, გისურვებთ საუკეთესო სიზმრებს, დაგესიზმროთ ლამაზი ბუნება და ფრინველები. შემოკარგებო. ძალიან მიყვარხართ. არ მიშვებს, არა ვარ წახვიდ. რატო ამოვარდება ხოლმე, მაინც ვერ ხვდები რა. ნელი ინტერნეტ ფერბინუნგიო მეუბნება, ანუ ლანგზამე ინტერნეტ ფერბინუნგ, მაგრამ რატო მეუბნება ხოლმე თიც რომ მივიტან, მაინც მაშინ არ ვიცი. რაღაცა ხდება ხოლმე. კაი, წავედი.